დაპირებისამებრ გაგაცნობთ წალინჯიხის ჰერალდიკას, გერბს და გერბში ჩათურთულ უამრავ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს რაიონს, ჩვენს მუნიციპალიტეტს ეხება. ბევრი მუნიციპალიტეტი წავიდა მარტივ გადაწყვეტილებებზე, შაბლონის გზით გადაწყვეტა ეს საკითხი, ხოლო ჩვენ რამოდენიმე შეხვედრა მიუძღვენით სწორედ იმ არს და დედააზრს, რაც წალინჯიხელებმა ისტორიის განმავლობაში ჩამოვაყალიბეთ და მოვიპოვეთ. მე ახლა დეტალურად სიმბოლოების მიხედვით ავხსნით და გავშიფრავ თუ რას ნიშნავს. პირველი გახლავთ თვალში საცემი გერბში ოქროს საწმისი. ამ საკითხზე ჩვენ გქონდა პოლემიკა თუ რატომ უნდა ყოფილიყო დატანილი ოქროს საწმისი წალინჯიხის გერბზე. თვითონ კოლხეთი როგორც უძველესი სახელმწიფო და ჩვენი პირველი კავშირი მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროსთან გახდათ საფუძველი იმისა, რომ ეს სიმბოლო ყოფილიყო წალინჯიხის გერბზე, რადგან ჩვენ ვიყავით კოლხეთის სახელმწიფოს ჩრდილოეთის ტომები. აიეტი გახდათ მითოლოგიის მიხედვით ჰელიოსის, ანუ ტიტანის შვილი. მანამდე იყო ქაოსი, მერე იყო ურანოსი და გეა, მათ მერე იშვა კრონოსი და დეა და მესა გახლავთ ღმერთების რამოდენიმე თაობა და მეორე თაობიდან უკვე ტიტანები მოდიან. აი ტიტანებს გატოლებული ღმერთი იყო, აი ამ მითოლოგიის მიხედვით აიეტის მშობელი, ხო, დედა პერსე, ოკეანოსის შვილი. ანუ უკვე ძველ ცივილიზაციაში კოლხებს ჰქონდათ განსაკუთრებული ადგილი სამყაროს მოწყობაში. ხოლო ჩვენ ჩრდილოეთის ტომები, ჭანები და წანები გახდით უძველესი კოლხური მოდგმის შთამომავლები. რაც დასტურდება როგორც ისტორიკოსთა მონათხრობით, ასევე შემდეგი ფრაზებით, რომ ოქროს მოპოვება ხდებოდა მთის ჩქარ მდინარეებზე, ხოლო წალინჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნაპოვნი არის კოლხური თეთრი, რაც თავისთავად იმას ადასტურებს ამ აზრს. ანუ შევთანხმდით ამ დისკუსიაში, რომ გერბზე დატანილი ყოფილიყო ოქროს საწმისი. შემდეგი საკითხი. ეს გახლდათ ფარი. ფარის წყობა თავისთავად გულისხმობს ძალიან დიდ დატვირთვას სიმბოლიკაში, ანუ ისტორიული მისიის ფუნქცია აქვს და წალინჯიხას ეს გამოკვეთილად ჰქონდა მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზე. რაც შემდგომ სიმბოლოებში აისახა. თქვენ ხედავთ ანდრია პირველწოდებულის ჯვარს. ყველა რელიგიის, ყველა მსოფლმხედველობის ადამიანმა იცის ანდრია პირველწოდებულის მოღვაწეობის შესახებ. მისი ჯვარი საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოებდა რაინდების ორდენებს და ჩვენ წალინჯიხის მუნიციპალიტეტის მკვიდრნი გახლავართ იმ ტერიტორიიდან, სადაც ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა, ანუ ემბურის ხეობაში, შემდეგ კი გადაუხვია აფხაზეთისკენ ამ ქადაგების მისიით. ანუ ამ გერბის ნახვაზე ყველა წმენის, მსოფლმხედველობის და რელიგიის ადამიანს ფილოსოფიურების მიმდევრებს უჩნდებათ შეგრძნება, რომ კონკრეტულად წალინჯიხას ანდრია პირველწოდებულის მოღვაწეობასთან აქვს კავშირი. ლურჯი ფერი გახლავთ სამეგრელო სიმბოლო ზოგადად, როგორც საზღვაო შავი ზღვისპირეთისა და შეგახსენებთ, რომ აიეტის დედა პერსე ოკეანოსის შვილი იყო, ანუ ზღვის და წყლის სტიქიის შვილი გახლდათ. შემდეგ მინდა გითხრათ, სითბოთი მინდა ეს ავხსნა, ჩადებული არის ძალიან ისტორიული და თბილი მომენტები. ზედა ნაწილზე ეს გახლავთ საქალაქო გვირგვინი, ეგრეთ წოდებული სიმბოლიკი და გამოტანილი არის ჯიხა, ანუ ციხე, მაგრამ დატვირთვით აი წყობით ეს გახლავთ გვირგვინის წყობის, ანუ ნიშნავს ვერცხლისფერ საქალაქო გვირგვინს. პირველ რიგში ტოპონიმიკაში ჯიხა არის ციხე და ჩვენი წალინჯიხის ძირითადი ფუძეც სწორედ ჯიხით აკითხება. მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი ვერსიით გელენჯიკი, ანუ გალენჯიხა, ანუ იქაური ციხე და წალინჯიხა, ანუ ქვემო ციხე, ან ჭანების და წანების ციხე, ეს საფუძველი, ეს განმარტება დევს ტოპონიმიკაში. ამიტომაც ბუნებრივი იყო ჯიხის სახით გამოვიტანეთ საქალაქო გვირგვინი.